შემდეგი სტუმარი გახლავთ ნიჭიერი ადამიანი, უდაოდ კარგი თამადა, წამყვანი, მომღერალი გიორგი ლაზუიაშვილი. ენაცვალები, კარგები ხართ. ესე იგი, როგორ შემოხვედი, იცი? მამლუქში რო დადის, კიდე ერთი წრე დაადგიო, მეთქი უნდა გვეჭიდაო. რა, ხომ შვიდობით ახარ. გურჯაანი გამოვლილი ეთქო. წრეზე იყო წასული 2 წუთი. წრეზე იყო წასული 2 წუთი ველოდიას ხელგამოწერა. ან გურჯანში რო შეისუნთქა, აქ ამა ისუნთქა. გიორგი რა ვახარ? გემრიელად ძმაო, გემრიელად. მადლობა ღმერთს, რა ვიცი, კეიფ-კეიფში ყოველდღე როგორ წახდება ხოლმე ჩვენთან. ღვინო, პურმარილი ყოველდღიურად ჩვენი ცხოვრების რიტმი ასეთია, მხიარული თანაც, რა თქმა უნდა. ყოველდღიურად პურმარი, 17 წლის არის, მეტყვია. სვავს, უბრალოდ ღვინო მაინც აშვება, ღვინო. 18. სრულწლოვანი ვარ უკვე. ეხლა ნიკა არაბიძე რო ამბობს, რომ ცნობილი თამადაო წამყვანიო, ეს ტყუილად არ იტყვის და შესწრებული ხარ მის თამადობას? რას ველაპარაკები, კაცო, პირველად ვნახე. როგორც გავიგეთ, გიორგი ბატონო, რაღაც ახალი სიმღერა დაგიწერია და ჩაგიწერია და სად უნდა მიგეტანათ? აბა რა. თუ არა აქ უნდა პატასთან და ნიკასთან. შეგენაცვალე, კარგი საკარიან. რაზი ეს სიმღერა რო გითხრათ, მაინც რო ვიცოდეთ. სიმღერა არის, მოდი თავიდან დავიწყებ, ჯერ ავტორს ვიტყვი, ტექსტის ავტორს დავასახელებ. თავისთავად ეყოლება. მაგარი, აი გემრიელი, ფშაველი კაცი, ახმეტელი, ელგუჯა, უძილაური კაცი, რომელიც აი მთაზე როა შეყვარებული და ბუნებაზე როა და ვაჟაზე როა შეყვარებული, აი ესეთი გემრიელია ბატონი ელგუჯა და მოვიკითხოთ რა ბატონი ელგუჯა, გენაცვალოს ბატონო ელგუჯა, ჩემო კარგო კაცო, გაიხარი, კარგია. ხო და ეს სიმღერაა დაწერილი სიყვარულ დაკარგულ მთის კაცზე. ფაქტიურად სიმღერის სათაური ჯერ არ მოგვიფიქრებია. ნუ არ ვიცით რა, მოდი მაშინ ესე შევთანხმდეთ. ერთად დავახ. შენ რო იმღერებ, ჩვენ რა თქმა უნდა გულისყურით მოგისმენთ და ჩვენ დავასათაურებთ და თუ მოგეწონება დავრჩეს ეს სათაური. დიდი სიამოვნებით. თუ ბატონი ელგუჯა არ გაგვინაწყენდება. ჩვენი ბიძა ძმარი, გემრიელია, მოკეიფია, ლექსის თქმელია და არ ამგონია რამე ვაწყენია. კარგი. საერთოდ მთის სიმღერები, ასე ვთქვათ, ძალიან ესე სისხლს ადუღებს და იმედი მაქვს, რომ ესეთი იქნება. დარწმუნებულად თან შენი შესრულებით ეხლა აქ როცა ვსაუბრობ თამადობაზე და წამყვანობაზე, შენ ანეკდოტებში იყავი ჩვენთან და ძალიან ბევრი ნახვები ქონდა შენ სიმღერებს, ბევრ შენ სიმღერას სხვათა შორის და იმედი მაქვს, რომ ასეთი იქნება, თუმცა კაცი რო თამადობს ნიკოლოზ, მე მოვდივართ ხოლმე და მთელი კვირა ყოფნის და ხელფასს ვიღებთ მაგით იმ ისტორიებით და შენს გექნება რამე ისეთი ახალი ცინცხალი კახური ისტორია რამე და მე ადრე ვიცოდი ეს ამბავი, მაგრამ ეხლა რომ მოყვერა და შევდება რა. არ ვიცი. თუ არცად არ გაჟღერებულა, კარგია. არა მგონია, არ ვიცი. მოკლედ ერთ პატარა ამბავს მოყვები რა. სკოლიდან გამორიცხული მე-4-მე-5 კლასის შემდეგ სკოლიდან რო რიცხავენ ხოლმე ბავშვებს რა და რა საკეთებდნენ მაშინ ახლა 80-იანი წლების და 90-იანების მერე რა უნდა გესწავლა იკარუსზე უნდა მძღოლი უნდა ყოფილიყო რა თქმა უნდა შევაწყობას არავის არ ვაყენება არც ერთ მძღოლს რეფერები ყველაზე საყვარელი ადამიანები ესენი იყვნენ ან ფულს არ გვართმევდნენ ან გვიკლებდნენ ან მიუყვებოდით ან მოყვებოდით ასე და თან თელავში კრუგზე დადიოდა ხო თელავი თბილისზე დადიოდა ეს იკარუსი რა და ერთი დღეს არის და ქალბატონი გამოვაყარა თბილისიდან თელავის რაიონ ერთ-ერთ სოფლამდე. ნუ ამას არ ვიტყვი, იმიტომ რომ მიხვდება მე ის მიხვდებიან ვის ზევლაპარაკობ და არ მინდა რომ რამე. კარგი, ჩაგეთვლება. გამოვაყოლა და რა თქმა უნდა ეხლა გააჩერა ვიღაცა მოხუცმა ხალმა გააჩერა უკვე ხანში შესული ქალბატონია გააჩერა სადღაც უნდა ჩამოვიდეს და იკაროს ძღოლებს ხო იცი როგორ ჩოვა ხოზიან ესე საჭესთან როზიან და ვინმე რო ფულს აწვდის
პირდაპირ ესე ხელით გამორთმევით არც უყურებენ ვინ ჩადის გზას უყურებენ უნდა წავიდეს რა და თვალი გააპარო თვალში მოხდა რომ თავისი მასწავლებელი იყო ხო და ეს კალმატონი ხო ფულს აძლევს რა და უხერხულად ჩავარდა ხა მასწავლებლისგან ფული როგორ აიღოს და ესე უკუღმა ხელი უკუღმა ესე არა მასწავლებელო შენ რა დედი შენ ის ასე ჭამ შენი და ფული როგორ ავიღოთო გაიგე ჩავიდო და თავისი განათლებით გამოცანა გვეკითხება ჩავიდა მასწავლებელი განათლებიდან გამომდინარე სადღეგრძელო მაქო რაღაცა ისეთი განსაკუთრებული გააქვს რასაც ყოველთვის ამბობ ხოლმე ელა ჩვენი წარმოშობიდან გამომდინარე როგორც ყველა კუთხის საღამოს წამყვანი და თამადა და მომღერალი თავისით იწყებს და თავისი მხარიდან იწყებს და თელოვიდან და კახეთიდან რო ვიტყვი სადაგრძელოს იქიდან მიყვარს დანარჩენი მთელი საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის დიდი სიყვარულით ვეფერები და მე დანარჩენ სტროფებსა და კუპლერებს სხვადასხვა კუთხეებზეც ხომ მოვაყოლებთ ხოლმე მაგრამ შეგიძლია მაინც გემრიელა ბიჭებთან ერთად რამე ის თქვა ეგ სადღეგრძელო კი ბატონო რო დაგეხმო უღვინოთ ცოტა ძნელია მაგრამ ლექსად ჩათვალე რომ ლექსად ამბობ რა კი ბატონო დიდი სიამოვნებით